საღამოშვიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. ამით მოვიდნენ, რომ არის ასეთი სიტუაცია, უნდა წავიყვანოთ ჯარში. აიღეს და წაიყვანე. ვინ არის 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც გამოძიებამ დეპუტატის პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების გამო დააკავა. თუ დაახლოებით 1 თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისაგან. მე თვითონ დავარქვევ სახელს, რა ქვია ამ ყველაფერს. ვესელიას ულტიმატუმი გახარიას და ოცნების მოულოდნელი კომენტარი. მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი თავის პოლიტიკური ფულებისთვის გამოიყენა. ტაქსის მძღოლების ხმაურიანის საპროტესტო აქცია და ბრალდებები თბილისის მერს. მეიკონა კალაძე, კაი ტიპია, ავტოგოლი გაქონდა და იმაშობოდა მილიონს დადევდა აცინებდა. თაღლითურად კალაძემ გამოძალა ფული 60,000 ტაქსით. ტაქსის მძღოლები აქციების გაგრძელებას ივანიშვილის სახლთან გეგმავენ. მერი კალაძე გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არ არსებობს. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულები ჩემთვის ისაღები. უმრავლესობის ლიდერის შემდეგ მძარცველები ეკონომიკის მინისტრის სახლში შევიდნენ. იგი პასუხებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირად ცხოვრებას ეხება და ჩემი პირადი საკითხია. გაძარცვული ქობულია და სამინისტროს დუმილი. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ტაქსის მძღოლების აქციაზე დაშავებული მამაკაცი დღეს სამუშაოდ ქუჩაში გასულმა მძღოლებმა მგზავრების წაყვანაზე უარი თქვეს და დილიდან დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება ისევ ქუჩაში გააპროტესტეს. ხმაურიან აქციაზე დაშავდა ერთი მონაწილე, სამართალდამცველებმა კი ერთი პირი დააკავეს. მძღოლები იმ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებას და წელიწადში ორჯერ ტექ დათვალიერების გავლას გულისხმობს. მერის გამოყოფილი 700 ლარიანი ვაუჩერი ხარისხიანი ღებისთვის არასაკმარისია და ავტომფლობელები, ვისგანაც მანქანებს ქირაობენ, ფერის შეცვლაზე უარს ამბობენ. მძღოლებთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს დედაქალაქის მერი, პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს, თუმცა კახაკალაძე აქვე ამბობს, რომ მზადაა შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და რეფორმის ნებისმიერი პრობლემური საკითხი განიხილოს. დაპირისპირება პარლამენტთან ტაქსის მძღოლების ხმაურიანი აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველებთან შეკამათებით გაგრძელდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს. დაშავდა აქციის ერთი მონაწილეც, რომელიც ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პოლიციასთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლიც დააკავეს. სასამართლომ ის დღეს ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლა. თეთრები ახლა მეიკონა კალაძე, კაი ტიპია, ავტოგოლი გაქონდა და იმაშობოდა მილიონს დადევდა აცინებდა. ოლა ახლა ფულის გაკეთება უნდა. ისინაც დამაგან კალაძეს გამზადებული აქვს თეთრი მანქანები. ქათავს ყარაულობენ, კვერცხს რო დადებს, რომ დაგაწეროს ისა, რა ქვია, გადასახად. ტაქსის მძღოლების მთავარი პროტესტი ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომლის მიხედვით მათ მანქანები თეთრად უნდა გადაღებონ. მძღოლები დედაქალაქის მერს თაღლითობაში ღიად ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კალაძეს ტაქსის ბიზნესის მიმართ ინტერესი აქვს. თაღლითობა არის სახეზე კალაძის მიერ. ეხლა აგიხსნით. როცა გაიცა ლიცენზია 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. ეხლა გამოვიდა და აგერ ტელევიზიით გამოაცხადა. 1 ივლის გიუხმებ. იმ ფულს რას უშვები, რო წაიღე შემამაძაღლო ვიღაცა ხარ ხო? თაღლითურად კალაძემ გამოძალა ფული 60,000 ტაქსით. ქვეყანა ისია ყოფილო მარტო თეთრი ფერის მიტავს და მეტი არაფერი დავეთანხმე, მაგრამ ჯერ მარტო ფერზე არა გვაქვს საუბარი, რომ ფერმა გადაწყვიტოს ვისა ფერის უნდა იმაში ჩაიდება. ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან რესპუბლიკის მოედნიდან შეუერთდა. გარდა მანქანის გადაღებისა ისინი წელიწადში ორჯერ ტექ დათვალიერების მოთხოვნას, მარჯვენა საჭიანი და ორკარიანი მანქანებისთვის ტაქსაობის უფლების აკრძალვასაც აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მერია მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახები მშივრები არის. 3-4 წლით ხო შეიძლება რომ გადაავადო, რომ ხალხმა კრედიტი მოგცენი აფია, არ რაღაცა რომ ჩვენ ცოტა ხელი მოვიწყოთ. ეგრევე რომ ძველი მანქანა არ იყოს. ჩვენ ვართ შიხში მოქცეულები და ის რეგულაციები, რომელიც უნდა ამოქმედოს უკვე 1 ოქტომბრიდან,
გვაძლევს იმის საშუალებას მოქალაქეებს, უბრალოდ არ გვაძლევს იმ საშუალებას ტაქსის მძღოლებს, რომ ვიარსებოთ შემდგომში ამ პროფესიით. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ ტაქსის მძღოლებს დღეს მხარდაჭერა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც გამოუცხადა. შალვა ნათელაშვილი რეფორმის დაწყებაში კალაძის პირად ინტერესებს ხედავს და ფიქრობს, რომ თბილისის მერსა და ბიძინა ივანიშვილს ამჯერად ტაქსების ბიზნესი აინტერესებთ. მათ რეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 11 აპრილს ბიძინა ივანიშვილის სახლთან დააანონსეს. უნდათ რომ კალაძემ და ივანიშვილმა გახსნას თავისი სატაქსო კომპანიები და ესენი გააძევოს ქვეყნიდან და სამუშაო ადგილიდან და ხელისუფლების მოქმედება იყო გადამეტება ძალაუფლების. შემდეგი აქცია გაიმართება 11 აპრილს და ის გაიმართება ივანიშვილის სასახლეს. ის არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და მას აქვს პასუხისმგებლობა აღებული. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია კალაძის რეგულაციების გაპროტესტებას საკრებულოს ყველა სხდომაზე გეგმავს. ამბობენ, რომ თბილისის მერი არ ითვალისწინებს იმ მძიმე სოციალურ ფონს, რომელიც ქვეყანაშია და რეგულაციებით ტაქსის მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებს. კალაძე ფიქრობს, რომ ტაქსების დისპეჩერად აირჩიეს და არა დედაქალაქის მერად, ასე რომ ტაქსოფობა ჩამოყალიბდა. ხო, ყოველდღიახარ რეგულაციას იგონებს. ეს ადამიანები ხელისუფლებას არაფერს არ თხოვენ და ხელისუფლება პირიქით და კალაძე უძურება ჯიბეში ამ ადამიანებს. ჩვენ არაერთხელ გვიტყოს მერიისთვის, რომ ეს შექმნიდა თბილისში უდიდეს პრობლემას. მიდგომა არის მერიის მხრიდან არაჯანსაღი, მათ არ აინტერესებთ ამ ადამიანების ყოფა და სოციალური პრობლემები. მძღოლების პროტესტს თბილისის მერმა მალევე უპასუხა და თქვა, რომ რეფორმა არ შეჩერდება და არც გადავადდება. მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს ოქტომბრამდე საკმარისი დრო აქვთ მანქანების მოსაწესრიგებლად. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად იქნება მოწესრიგებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულები ჩემთვის მისაღები რეფორმა მნიშვნელოვანია, გადავადება საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. ტაქსის მძღოლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. თბილისის მერი კი მთავრობის ხდომაზე სპეციალურ მანათობელს პრეზენტაციას utარებს. ის ასე გამოიყურება. წითელი ფერის იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი უზის და დაკავებულია ტაქსი. ჩვეულებრივად დღის განმავლობაში იქნება ჩვეულებრივი ფერი და ღამით დასანახი რო იყოს ყველაფრის ვიზუალი კონდეს ეს ორი ფერი იქნება. თეთრად შეღებილი ტაქსის მძღოლებს მერიისგან მანათობელი უფასოდ გადაეცემათ. ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი გამორიცხავენ. ქვეყნის პირველი პირების განცხადებების ფონზე კი მძარცველები კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ეკონომიკის მინისტრის სახლში ეჭრებიან. ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების საცხოვრებელ სახლში მძარცველები შედიან. რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს. ეკონომიკის მინისტრი მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ეს მისი პირადი ცხოვრება ვერ ისაუბრებს და მოქალაქეობრივ უფლებას იტოვებს, რომ პირად საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხოს. ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არა გიორგი ქობულიას კოლეგის გიორგი გახარიას უწყება. რამდენიმე დღის წინ წყნეთში გოგებაშვილის 20 ნომერში სახლის ძარცვაზე ინფორმირებულია მინისტრის მეზობელი. ბოლო 10 დღეში უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახლში მძარცველები შედიან. ქურდებმა უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. არჩილ თალაკვაძის შემთხვევაში მძარცველებმა მცირე ზომის სეიფი მოიპარეს, სადაც გარკვეული ოდენობის ფული ინახებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს გიორგი ქობულიას წყნეთის საცხოვრებელი სახლიდან. თავად ეკონომიკის მინისტრი მომხდარზე დუმს, თუმცა ქურდობას მეზობლები ადასტურებენ. რა გაწდავა ეს სახრი, აცი მაგხარი იგივე თქვენსა და აღარ მიგატე ხანაწერი საზიანობა. და პოლიციის თანამშრომლების შემდგომ უკვე მე ხლა მე რო წამოვიდი შეიძლება იყვნენ, იმიტომ მე 4-მდე მუშაობ ეს სახში არ არისო და მე ადრე მივიდიოდი და ვიცი. უბრალოდ რომ მოვიდი, გავიგერო ეს ისე გაწყდა. რამდენი დღის წინ გაიგეთ ეს ამბავი? აუ არა მოგსაუბრეთ 1-4 რა წაიღეს? არა მაგდაგორი არა. მოდი ვიცი რომ ერთი გატეხე სხვა არაფერი ვის სახლია, იმიტომ არავინ არ მოდი არავინ არ მინახია. ეკონომიკის მინისტრი ძარცვის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ მომხდარი მისი პირადია. პირად ცხოვრება და საკითხი უნდა მისვოთ კითხავს. ერთი პასუხებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირად ცხოვრებას ეხება და ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ მე ვინარჩუნებ უფლებას, ვინარჩუნებ ჩემ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ პირად საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე არ გიპასუხოთ. მეზობლები ამბობენ, რომ გატეხილი. რამე თქვა კითხვა დამისვეთ და გიპასუხოთ. გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ საზოგადოებაში. მოქალაქეების თქმით, ქვეყანაში მაშინ, როდესაც დაუცველები უკვე მაღალჩინოსნები არიან, მათ უსაფრთხო და დაცულ სახელმწიფოში ცხოვრების იმედი აღარ აქვთ. რა ვიცი, თითქმის ყველა გამოსული არის ციხიდან და უკვე არ არის სანდო ქუჩაში გამოსვლა. თავის მე არ შემხედია და იძახია, რომ გაიზარდა მაგრამ
გაიწყება რა. ანუ ვამი არ მიწევს ქუჩაში სიარა და პრაქტიკულად გაზრდილია კრიმინალისტი. ისმობ კრიმინალის. კრიმინალის ხო აი პატარა ის ქურდები დარბიან და იპარავენ. ანუ არ გწნობთ თავს დაცვა? არა, რასა. 2018 წლის იანვრის თვესთან შედარებით კრიმინალის 30-40%-იან ზრდაზე საუბრობენ ოპოზიციონერი დეპუტატები. ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვა ჩვეულ მოვლენად იქცა. კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის ჩამოშლაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. 2019 წლის იანვარში 2018 წლის იანვართან შედარებით სადღაც 30-40%-იანი ზრდა არის დანაშაულის. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების ბინები გაქურდვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ქვეყანაში ჩამოშლილია კრიმინალთა ბრძოლა. აი ეს არის შედეგი. ის ვითარება და კრიმინალის აფეთქება, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, არის შედეგი ქართული ოცნების მრავალწლიანი უგუნური პოლიტიკის და ის, რომ ძარცვავენ მინისტრის სახლს და ძარცვავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სახლს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში დაუცველი საერთოდ არავინ არ არის. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კრიტიკული განცხადებების გამო დანაშაულის სახალისებაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და აცხადებს, რომ გუნდში ამ საკითხზე ცხარე კამათი ჰქონდათ. მისი განმარტებით სტატისტიკურად კოეფიციენტი ქურდობის ნაწილში გაიზარდა, თუმცა შემცირდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო ცხარე კამათი დანაშაულის ზრდაზე და იყო გარკვეული ზრდა ის გულწრფელად თქვით და შეუძლებელია თუ ამაზე გულწრფელად არის საუბრობ იმის პრევენციაზე შემდეგ რეაგირება რეალური მოაყოლა რომ ქურდობის ნაწილში გაზრდილი იყო მაგრამ იყო დანაშაულები განსაკუთრებით მაგალითად განზრახველობა დამამძიმებელი გარემოებაში ყაჩაღობა სხეულის მძიმე დაზიანება სადაც სერიოზული კლებაც იყო აქედან გამომდინარე ორივეზე უნდა ვილაპარაკოთ და ზოგიერთი პოლიტიკოსები არ უნდა მოვიქცეთ რომლებიც ახალისებენ დანაშაულს თავის განცხადებებით. ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მისული მთავრობის მეთაური და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ქვეყანაში გაზრდილ დანაშაულს და მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შეცვლას უკავშირებს. მათი მტკიცებით დანაშაულის რიცხვი არ გაზრდილა, გაუმჯობესდა მისი აღრიცხვა. აჭარაში კორუფცია ნაციონალური მოძრაობის წევრები პრეზიდენტს და პრემიერს ბათუმის დრამატულ თეატრთან ამ შეძახილებით დახვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, რეგიონში ბოლო 6 წელიწადში 100 მილიონი გაიფლანგა და ამ ფორმით სახელმწიფოს მმართველებისთვის ინფორმაციის მიწოდება სურდათ. პრეზიდენტმა და პრემიერმა რეაბილიტაციის შემდეგ დღეს ბათუმის დრამატული თეატრი გახსნეს. მთავრობა მოვიდა დღეს ზეიმობს და აი 100 მილიონი ხალხის ფული შეჭმული 100 მილიონი რეაქცია არანაირი კორუფციული პროექტები შეჭმული ფული და ისევ გამოძიებაში ყოფი პროექტები. აჭარაში კორუფცია ბძინვარებს და ერთხელ სამუდოდ უნდა დასრულდეს აჭარაში კორუფცია. ვერ გადაფარავენ, ვერც თეატრის გახსნით, ვერაფრით ვერ გადაფარავენ ეს ადამიანები იმ დანაშაულს, რაზეც ჩვენ და ეს ახალგაზრდები აქ საუბრობენ. ამიტომ ბატონი პრემიერი კი არა, ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი მონები არიან, რომლებიც შეიკრიბნენ ერთ დარბაზში და არც კი დაინტერესებულან მეორე მხარეს ქალაქში რა ხდება. ამდრომდე დაუდგენელია ვინ არის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმ პირებს მიაგნო ვინც კადრები ნახა და გაავრცელა. სამართალდამცველებმა მორიგ ფაქტზე გუშინ 19 წლის ახალგაზრდა ბათუმში აიყვანეს, დღეს კი თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. თავდასხმის ადრესატი კი ულტიმატუმს გიორგი გახარიას უყენებს და ერთვიან ვადას აძლევს. ეკაბესელია ვარაუდობს, რომ აღნიშნული კადრების ხელმეორედ გავრცელება საჭოდ ემთხოვა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს, რომელსაც მართველი პარტია ახორციელებს. ოცნებიდან წასული ლიდერის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე თუ შესაბამისი უწყებები მოცემულ დროებში ვერ გასცემენ პასუხს, ვინ არის აღნიშნული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაიკისრება. ფარული ჩანაწერების მორიგ გავრცელებაზე ინფორმაცია პარტია გირჩმა გავრცელა. საპატრულო პიკაპით ხელვაჩაურში დაკავებული 19 წლის მირიან ჟავანაძე სამართალდამცავებმა თბილისში პოლიციის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს. ხელბორკილ დადებული ჟავანაძე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამართალდამცავებმა შეიყვანეს. კადრები ტევ პირველის კამერამ გადაიღო.
19 წლის მირიან ჟავანაძეს გამოძიება ეკაბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ედავება. გამოძიების მტკიცებით მან კადრები YouTube-ზე 2 კვირის წინ მოტივისა და დამკვეთის გარეშე ატვირთა. მირიან ჟავანაძე ღამის 3 საათზე სამართალდამცავებმა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმში დააკავეს. ოჯახმა არ იცის როგორ მოიპოვა მან უკანონო ჩანაწერი და რა მოტივით ატვირთა YouTube-ზე. ისინი დაკავების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავენ და ამბობენ, რომ დაკავებულის მამა ნაციონალური მოძრაობის წევრია. მირიან ჟავანაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა 19 წლის ბიჭის სახლიდან ჯარში გაწვევის მოტივით წაიყვანეს. რა მოხდა რიცუალ ლოგინ შეგირზე იყმანეს. აბიტურიენტი ემზადება და ბავშვი სწავლობს კაცო მივიცი ვინ რამ მოატყუა. არ კონდე ნაციონალია ეს ბაღანას მამამისი და ამიტომ რაღაცა შემოუგდეს. არის მამამისი ეგ დასაფარი არ არის ამდენი წელია არის. ბავშვი აიღეს და წაიღეს ღამის 3 საათზე მისი და ცუდად გახდა გამეთიშა და მე უკვე სასტრაფოც კი გამოვიცაღე მაგის გამო რომ ბავშვი მომესულიერებინა. მე ვერ წარმომიდგენია ეს ფაქტები საიდან აღმოჩნდა მაგის ტელეფონში საიდან მივიდა და რა როგორ. ინტერნეტში ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრები რომ ისევ გავრცელდა პარტია გირჩმა ტევ-პირველს გუშინ საღამოს დაახლოებით 8 საათზე შეატყობინა. თუმცა დღის ამბებმა ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურებამდე არ გაავრცელა. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ. ღამის 10 საათამდე ვიდეო ქსელში ხელმისაწვდო მიიღო. ტევ-პირველმა ინფორმაცია მიაწოდა ეკაბესელიასაც, თუმცა დეპუტატმა თქვა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა და კომენტარს არ გააკეთებდა. ღამის 2 საათზე კი გახარიას უწყება მედიას უთხრა, რომ კადრების გავრცელების საქმეზე რეაგირებას ახდენდა. დილით კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქმეზე მოზარდი იყო დაკავებული, რომელიც შემდგომში 19 წლის ბიჭი აღმოჩნდა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული, როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, აღიარებს სამქმედებას. რაც შეეხება ინტერესი, ანუ არანაირი, ანუ ისეთი პირადი თემა არ ყოფილა, ანუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა YouTube-ზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება. გირჩში ვიდეოს არსებობა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პარტია ეკაბესელიას შესახებ ქუფს ამზადებდა. პარალელურად კომენტარი ვიდეოსთან დაკავშირებით გაჩნდა ელისო კილაძის Facebook გვერდზეც. ელისო კილაძის სტატუსზე მომხმარებელმა დაწერა, რომ YouTube-ზე ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრები იყო ატვირთული. კილაძემ პოლიციაში დარეკა, ოქმი შედგა, დღეს კი გამომძიებლების კითხვებს უპასუხა. ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ეჭვობს, რომ სავარაუდოდ ამჯერადაც 2015 წლის მსგავსად ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, ეგრეთ წოდებული კახური კლანი დგას. პირველ რიგში დასადგენია ამ მოზარდს საიდან ქონდა ეს პირადი ცხოვრების ამსახველი პირი, მან გადასცა თუ არა ვინმე პირმა, ქონდა თუ არა მას რაიმე შეთანხმება გარკვეულ პირთა ჯგუფთან, რომელიც ავალებდა მას ამ მასალების გამოქვეყნებას, ბუნებრივია, რომ გამოძიებამ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს. ისევე როგორც უნდა გაეცა თავის დროზე, ვინ იყვნენ დამკვეთები და მე პირდაპირ ვუსახელებდი გამოძიებას, რომ ჯანყარაშვილი, ღარიბაშვილის გარემოცვა, თამაზაშვილი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე მეგობარია, მაგრამ დამკვეთზე გამოძიება არ წაიყვანეს. ამიტომ მგონია, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის და აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრები აიტვირთა, უკვე მესამედ გავრცელდა. თავად ფიქრობს, რომ მართველი გუნდის წევრების თავდასხმები და ინტერნეტში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა დროში ერთმანეთს. ბესელიას საგამოძიებო უწყებებს ერთვიანვადას აძლევს, რათა მორალური ტერორის საქმეზე კონკრეტული შედეგი დადგეს. არ არის აქამდე ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი. მე ველოდები პირველ საქმეზეც ამ დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით 1 თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისაგან, მე თვითონ დავარქვევ სახელს რა ქვია ამ ყველაფერს. ეკაბესელიას კადრები და ეკაბესელიას პირადი ორი თვია YouTube-ზე ყველაზე ხშირად მოძებნილი ფრაზებია. მიუხედავად იმისა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების კადრების შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, მოქალაქეები მაინც აგრძელებენ ვიდეო მასალის ძებნას. ბესელია არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვისი პირადი ცხოვრების კადრებიც ინტერნეტში გავრცელდა. 2016 წელს პირადი შინაარსის კადრები გავრცელდა პოლიტიკოსზე და ჟურნალისტზე. გავრცელების პარალელურად იყო მუქარა, რომ ვიდეოების ატვირთვა გაგრძელდებოდა, თუ კონკრეტული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები პროფესიულ აქტივობას არ შეწყვეტდნენ.
2016 წლიდან ყველა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დებდა პირობას, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა და პირველ წყაროს დაადგენდა. თუმცა ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და ამ დრომდე არ ვიცით, ვინ ახორციელებს მოქალაქეებზე მორალურ ტერორს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 18 პირი დააკავა. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. 4 პირს კი პატიმრობა. მირიან ჟავანაძეს კი ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. მორალური ტერორის მონაწილეების შურისძიების მიზნით მათიკაშვილი, ოხანაშვილი, კილაძეები ეკაბესელია კადრების ხელმეორედ გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს ამაზრზენს უწოდებს. ვინდგას მორალური ტერორის უკან ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებს შორის ეს თემაც დაპირისპირების საგნად იქცა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ეკაბესელია ამ თემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს ეკაბესელია, ოცნებიდან წასულმა თქვა, რომ სწორედ მათიკაშვილის მსგავსი ადამიანები არიან მორალური ტერაქტების შემომქმედები. ფარული ჩანაწერები კიდევ ერთხელ გახდა დაპირისპირების მიზეზი. დავით მათიკაშვილმა დღეს ყოფილი თანაგუნდელი ეკაბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი თავის პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს. ეს ცხადია. ჩვენ პირად ცხოვრებასთან მიმართებაში გვაქვს მკაცრი პოზიცია, უმკაცრესი პოზიცია, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და უნდა ისჯებოდეს მკაცრად. ბრალდების ადრესატი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მორალურ ტერორზე საუბრობს ეკაბესელია ოცნების დეპუტატებს დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და სოფო კილაძეს კოლექტიურ ტერორისტებს უწოდებს და კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მორალის ადამდე არის დაცემული, ასეთი ადამიანები შემძლენი არიან, რომ საკუთრივ იყვნენ ამ მორალური ტერორის მომწყობები. და მე ამ ჭრილში განვიხილავ ამ კომენტარის ავტორსაც და ასეთი კომენტარის გამკეთებლებსაც, როგორც მორალური ტერორის ჩამდენებსაც. უმრავლესობიდან წასული ბესელია პასუხისმგებლობას პარტიის თავმჯდომარეს აკისრებს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრების გაკონტროლებისკენ მოუწოდებს. მაინტერესებს ახლა მე მათიკაშვილები და დინარაძე ოხანაშვილს არდიაშვილი. არ მაინტერესებს, მე ველაპარაკები პარტიის თავმჯდომარეს, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა, ვისაც შეუძლია მოთოკოს ეს სიყმაწვილის ყველაზე ცუდი გამოვლინება, რაც ახლა ხდება ამ ხუთეულს. ოცნებიდან წასულ სხვა დეპუტატებს ფარული კადრების გავრცელების მთავარ მიზნად ეკაბესელიას დისკრედიტაცია მიაჩნიათ. ლევან გოგიჩაიშვილი გვეუბნება, რომ კადრების გავრცელებას ორგანიზებული სახე აქვს და ეს ფაქტი გახარიას უწყების რეპუტაციას კიდევ ერთხელ ულახავს. ამოცანა არის უფრო თქვათ კონკრეტული დეპუტატის თქვათ დისკრედიტაცია. ვიღაცა ჯიუდად ცდილობს ყოველი შტურმის ბოლოს რაღაც დესერტად კადრები ატვირთო. მიუთითებს პირველ რიგში რაღაცა საეჭვო ორგანიზებულობაზე და ეს ძალიან ურტყავს ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპუტაციას. ოპოზიციური ძალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პირადი ცხოვრებით მანიპულირება მთელი ქვეყნის პრობლემაა. როგორც არ უნდა გძულდეს ადამიანი პირადი ცხოვრებით манипулირება, ეს არის ჯოჯოხეთი, რაც ამ ქვეყანას ჭირს. როგორ ხდება საერთოდ აი ეს სისტემური ჯოჯოხეთი ჩვენ ქვეყანაში, ამაზე არანაირი პასუხი არ არის. ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ შემთხვევასაც გამოიძიებენ. ამას ჩადის ხელისუფლება და ხელისუფლება არ გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს. მართულ გუნდში თავს ბრალდების ადრესატად სულაც არ მიიჩნევენ. ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, დამნაშავეების დასჯა აუცილებელია და სამწუხაროა, რომ ჩანაწერების საქმე სრულად გამოძიებული ამ დრომდე არ არის. თუ არის ფიზიკურად იდენტიფიცირებადი წყარო, ანუ საიდან წამოვიდა პირველ წყარო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გავრცელების რა იყო, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული კაცის არჩევლები უნდა დაეკისროს სწორედ ამ პირებს. არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ წახალისება, გარკვეული ჯგუფები ამას აკეთებენ. მსგავსი დანაშაულის, როდესაც ვამბობთ, რომ ეს არაფერი არ არის, არაფერი არა, პირიქით. ეს არის დანაშაულის სისხლისამართლე. მე ძალიან წუხარ, რომ ეს საკითხი არ არის ბოლომდე გამოძიებული ჯერ კიდევ. მესამე სექტორი საგამოძიებო უწყებას იმ პირების დაკითხვისკენ მოუწოდებს, ვის ინტერესშიც შესაძლოა ეკაბესელიას დისკრედიტაცია შედიოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ჩანაწერების გავრცელება ბესელიას კრიტიკულ გამოსვლებს ემთხვევა, რაც მათ ეჭვს უჩენს, რომ კადრების გავრცელების მიზანი კონკრეტული დეპუტატის დაშანტაჟებაა.
როგორც ჩანს, ეს პოლიტიკოსი, როდესაც გააქტიურდება ხოლმე და განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, ზუსტად მაშინ ხდება მის წინააღმდეგ აი ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. მოკითხოთ მაინც ის ადამიანები, რომელთა ინტერესებში შეიძლება შევიდეს ის, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკოსი გაჩერდეს და ესეთი კრიტიკული არ იყოს. პროკურატურასთან კითხვები აქვს სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარია გვეუბნება, რომ სახელმწიფო გამოძიებაში ნაბიჯებს ვერ დგამს და ახლა გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ საზოგადოებამ ფარული კადრების გავრცელებას ხელი არ შეუწყოს. დღესაც პროკურატურასთან გვაქვს შეკითხვები პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სამწუხაროდ არის უძლური დაადგინოს, ვინ დგას აი ამ კადრების შანტაჟის უკან. გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი არ შევუწყოთ იმ ადამიანებს, თუ იმ ჯგუფებს, თუ ინტერესთა ჯგუფებს, ვინც დგანან კადრების გავრცელების უკან. ოცნებიდან წასულებსა და დარჩენილებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღის მიზეზი სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელება გახდა. ეკაბესელიამ საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიებისთვის ერთი თვე მისცა. ვინ ძველი და ვინ ახალი იკავებდა ოცნების პარტიულ სიაში ადგილს 3 წლიანი შვალებით. ირაკლი ყობახიძესთან დაახლოებული დეპუტატები დღეს ირწმუნებოდნენ, რომ 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ეკაბესელიას ჩასმას ეწინააღმდეგებოდა. ეგრეთ წოდებული ახლობის გუნდის დღევანდელი გზავნილი მწერილის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ეკაბესელიას გაუგზავნა. დღეს ძველებიდან და ოცნებიდან წასული გედევან ფოფხაძე არასასურველ დეპუტატებს შორის სხვა გვარებსაც ასახელებდა და ბიბლიაზე ფიცის დადებით ირწმუნებოდა, რომ 6 დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვაში დახმარებას ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ყობახიძეს თხოვდა. ნახოთ ვინ არიან ეს დეპუტატები და რას ურჩევს ეკაბესელია ოცნების პატრონს, როგორ მიხედოს ახლებს. ინფორმაცია მე ვიცი. დიახ, ეს ნამდვილად ესე იყო. ეს ინფორმაცია მეც მაქვს. იდასტურებთ იმას, რომ იყო ამაზე საუბარი. მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი. ირაკლი ყობახიძესთან დაახლოებული ამ დეპუტატების ადგილი 2016 წლის საარჩევნო სიაში ეკაბესელიას შემდეგ იყო. ქართული ოცნების ეს წევრები დღეს კამერებთან ირწმუნებოდნენ, რომ 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ეკაბესელიას ჩასმის წინააღმდეგი იყო. ეგრეთ წოდებული ახლების გუნდის დღევანდელი ეს გზავნილი იმ მოკლე ტექსტური შეტყობინების ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ეკაბესელიას გაუგზავნა. პირველ მოწვევის პარლამენტში მყოფი სტაჟიანი გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ჩვენი თანაგუნდელებისგან მე ვიცოდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე არ იყო მომხრე ეკაბესელიას 2016 წლის პარლამენტში სიაში ჩაწერის. დღევანდელი პარტიის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ეკაბესელია ყოფილიყო სიის შემადგენლობაში. ბიძინა ივანიშვილი მაშინ არ იყო აქტიურად ჩართული პარტიის საქმიანობაში, ამიტომ მოხდა იმის გაცხადება ჩვენ მხრიდან, რომ ის შემოიფარგლა მაშინ მხოლოდ რჩევით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ასე რომ ვთქვათ, აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკაბესელია არ ყოფილიყო კანდიდატი. სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი. ამ დეპუტატებს საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თავიანთი ადგილის შესახებ ინფორმაცია 2016 წელს საგურამოში გამართულ პრეზენტაციაზე მიიღეს. ვინ რომელ ადგილს დაიკავებდა სიაში ეს პოლიცსაბჭომ გადაწყვიტა, რომლის ერთ-ერთი წევრი ეკაბესელია იყო. 2016 წელს მმართველი პარტიის საარჩევნო სია ასე გამოიყურებოდა. ეკაბესელია აქციაში მე-13-ია. მასთან დაპირისპირებული დეპუტატები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი 28 და 57 ადგილზე მოხვდნენ. სიაში მოწინავე პოზიცია არც ანრი ოხანაშვილს ერგო. მეტიც ის პარლამენტში ჯერ აპარატს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მანარა ყობახიძის ადგილმონაწილე გახდა. საარჩევნო სიაში რიგით 58 და 71 ადგილს მამუკა მდინარაძე და სოფო კილაძე იკავებდნენ, თუმცა მათ ეს ადგილები მაჟორიტარი სტატუსის გამო ერგოთ. ახლებისგან განსხვავებით სის ფორმირების შესახებ უფრო მეტი იცის ნუკრი ქანთარია. ოცნების პოლიცსაბჭოს ყოფილი წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკაბესელიასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი სის ფორმირების დროს საერთოდ არ განხილულა. მე ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. მე ვიყავი პოლიცსაბჭოში მაშინ და იხილებოდა და ამის მოწმე ვიყავი, როგორ იხილებოდა კანდიდატურები. ეკაბესელიას ყოფნა არ ყოფნის საკითხი იქ საერთოდ არ იდგა. იყო ჩვენ შესახებ, რომ მაჟორიტარებში თუ დაუშვათ ეს, მაგრამ შემდეგ სია გადაწყდა. სიაში როგორ მოვიდნენ ხალხი, ესე ძალიან კარგად ვიცი. ბევრი მათგანი მაშინ
ნახევარზე მეტი ბატონ ბიძინას საერთოდ არ იცნობდა, პირადად შეხვედრილი არ იყო. ეკა ბესელია ამბობს, რომ ის ქართული ოცნების დამფუძნებელია და საარჩევნო სიიდან წაშლას ვერავინ გაუბედავდა. ბესელია სვამს კითხვას, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხდნენ პარლამენტში სხვები. მართავ მათ პატრონს და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ბიძინა ივანიშვილს. ეს პატარა სუსტი კაცები, რომელსაც რამდენჯერმე გავაწანი უკვე პოლიტიკური სილა. ამდენი სილაგაწნული ადამიანი უკვე საცოდავად გამოიყურება. ხა რამდენჯერ შეიძლება ეს გავაკეთო ყოველდღე? ამით თუ მე პირადად ვიქნები დაკავებული, მევე შემებრალებიან ისინი. ამიტომ მან შეიბრალოს, მიხედოს, უპატრონოს ამადა მიუჩინოს თავისი ადგილი, მე პირადად არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა 2016 წელს ჩემ პარტიაში ვიქნებოდი თუ არა. მაგრამ საინტერესოა, ვინ იყო ზარდიაშვილი მდინარაძის რეკომენდატორები და იქნებ საზოგადოებას მოუყვეთ. ამ ნაციონალური ბნელეთიდან გამოქცეული ადამიანების რეკომენდატორები ვინ იყვნენ? აი ეს არის საინტერესო. მე რეკომენდატორი არ მჭირდებოდა. ანუ ბიძინა ივანიშვილმა უთქვას თვითონ კი. უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის განცხადებით ქართული ოცნება დღითიდღე სკანდალში ეხვევა. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამ უკან მდინარაძე გუშინდელი ქმედებისთვის მკაცრად აისჯებოდა. მე ვფიქრობ, რომ გუშინ მოხდებოდა. ვისაც შეეშალა SMS-ი. არწმუნებული ვარ ხა მაგალითად ბიძინა გეგიძეს და სხვებს არ მისვლიათ ეს SMS-ი, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გარკვეული ნდობის ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ასოცირებული და თქვათ ვინც ახლა აქტიურობენ, ვისაც სახელდება, ვისაც უგზავნიდნენ თეორიაში, ხო? ნუ ეს ნდობის ჯგუფი არის. ისეთი ადამიანები ამბობენ, სიაში არაპირებდნენ ეკაბესელიას ჩასმასო, რომ აი მაგალითად პარლამენტის წევრები თავის ნებით თქვათ რომ არ გადასულიყო ზოგი თქვათ საკონსტიტუციო საერთოდ ვერ გახდებოდნენ პარლამენტის წევრები. ის რომ ირაკლი კობახიძისთვის არასასურველი დეპუტატი მხოლოდ ეკაბესელია არ არის, ამის შესახებ დღეს გედევან ფოფხაზე მისაუბრა. ქანთარია, ჭიჭინაძე, კაკულია, პაპუაშვილი და კობერიძე. უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ამ დეპუტატებით შემდგარი ეგრეთ წოდებული შავი სიით კობახიძე ივანიშვილს მათი გარეცხვის თხოვნით მიმართავდა. ამის დასადასტურებლად ფოფხაძემ მზადაა ბიბლიაზე დაიფიცოს. ექვს ადამიანის გარიცხვა შემოთავაზა ირაკლი კობახიძემო და თუ ამ ექვს ადამიანის თქვათ გავიცხავ თუ დაევლაგდება ვითარებაო და ეს ექვსი ადამიანი ნამდვილად არ იფარგლებოდა. მას სჭირდებოდა სადამჯერჯელო ოპერაცია სხევის დასაშინებლად. მე არაფერი არ მიშლება შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო. არ არის გამორიცხული რომ რაღაც გარკვეულ სადამსჯელო ფიქრებში ყოფილიყო ვინმე, მაგრამ მე არ ნამდვილად არ მახსენდება, მეხსიერებას არ უჩევი და არ მახსენდება, რომ აი იმ შეხვედრაზე ბიძინას ეთქვა ჩვენთვის, რომ აი თქვენ კაცო ასე მითხრა, რომ უნდა გავრიცხოთ და რა მოგივიდათ და რაღაცა, ეს არ მახსენდება. საერთოდ არ გამოურიცხავ ამ რომ ასეთი იდეა შეიძლება იყოს. ლევან კობერიძე, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში იყო, ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან პარლამენტში მას ბევრად უფრო მეტი საქმე აქვს. მე მუშაობ ძალიან დატვირთულ მუშა რეჟიმში პარლამენტში თითოეულ დეპუტატს აქვს ძალიან ბევრი თავის საქმე, მათ შორის კომედია ბიძინა ივანიშვილის ოცნებაში. ასე აფასებენ ექსპერტები მართულ გუნდში მიმდინარე მოვლენებს. მათი თქმით, ოცნებაში ბევრი ეკაბესელია, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო ორღობის საჭიროა ადგილად გადააქციეს. ეს უკვე კომედიად იქცა, ხო? თუ ადრე კიდე რაღაცა ამაზე სერიოზულად შეიძლებოდა ლაპარაკი, ნუ ახლა გასაგებია, რაზეც საუბრობ. ამ ბოლო ეპიზოდში, კომიკურ ეპიზოდში მე ვიტყოდი, გამოჩნდა, რომ დღევანდელი ქართული ოცნების ელიტა ის კაცები არიან, რომლებსაც შეცდომით შეუძლიათ პირში უთხრან ადამიანს სიმართლე, რო ვთქვათ, სათქმელი, ხო? მხოლოდ შეცდომით შეუძლიათ, ისე ამის თავი არ აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი ბესელია გამოჩნდება კიდე ქართულ ოცნებაში. დავით მაღრაძის განაწყენება ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის გამო თუ ბიძინა ივანიშვილის გაბრაზება პოეტის იმ ცნობილ ფრაზაზე, სადაც ოცნების უკვე ყოფილი მხარდამჭერი ამბობდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის და მისი მოძრაობა იდგა მის გვერდით. დავით მაღრაძე 13 აპრილს 2 საათზე ფილარმონიაში საგანგებო შეკრებას აანონსებს და ფართო საზოგადოებას ეპატიჟება. დაიცავი საქართველოს კარი ღია მათთვის, ვისაც მიაჩნია როგორც პოეტი ამბობს, რომ საქართველო ივანიშვილის სააკაშვილის უსასრულო და უსაგნო დაპირისპირებისგან გასათავისუფლებელია.
მნიშვნელოვან სტარტს უწოდებს ეკაბესელია დავით მაღრაძის მიმართვას, ოცნებაზე განაწყენებული დეპუტატი ასევე მართულ პარტიაზე განაწყენებულ მხარდამჭერთან გაერთიანებას არ გამორიცხავს და თანამოაზრეებთან ერთად ფილარმონიაში მისვლასაც აპირებს. ქართულ ოცნებაში კი დაიცავი საქართველოს გააქტიურებას კონკურენტად არ აღიქვამენ და დავით მაღრაძის განაწყენებას მოსამართლეების სადავო თემას უკავშირებენ. ანუ ისე იტყვით. ქართული ოცნების ძველი სახეები ფილარმონიაში ახალი ძალის სახელით იკრიბებიან. მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა დღეს ვერის ბაღიდან ფილარმონიაში დაპატიჟა ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მორალური ზღვარი წაიშალა. დავით მაღრაძე ამბობს, რომ მის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ეს იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა. მათ ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა, შემოგვიერთდით 13 აპრილს 2 საათზე ფილარმონიაში დაიცავი საქართველოს საგანგებო შეკრებაზე. ოცნების აქტიურ მხარდამჭერ პოეტს პოლიტიკური გემოვნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეეცვალა. დავით მაღრაძემ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ოცნების სახელით აქტიურობდა დღეს მართველი პარტიის ლიდერთან დაპირისპირების მიზეზებზე არ ისაუბრა. ტვ1-ის ინფორმაციით კი ივანიშვილი მაღრაძეს იმ ცნობილი გამონათქვამის გამო გაუნაწყენდა, სადაც პოეტი ამბობდა, რომ არათუ ივანიშვილი, არამედ ის და მისი მოძრაობა იდგნენ ყოფილი პრემიერის გვერდით. და როგორც მაშინ ბატონმა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას, ჩვენ კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის ივანიშვილის ბრძოლა არ უსწავლებია, ჩვენ ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა და ქრონოლოგიასაც გავყვეთ და მიხვდებით. თქვენ თქვით ბიძინა ივანიშვილი კი არ შემოგვიერთდა, ჩვენ შევუერთით ბიძინა ივანიშვილსა და ამასთან დაკავშირებით იყო რაღაც განაწყენება ყოფილი პრემიერისგან. ეს იყო ის რის გამოც რაღაც დაპირისპირება დაიწყო. დღეს შეიძლება მე ამ განაწყენების შესახებ არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკით კმაყოფილი ხარ? იმ ფორმით, როგორც ის მართავს ქვეყანას და მისი პოლიტიკური ძალა? შემატყეთ კმაყოფილება. ოფიციალურ ვერსიაზე კი რატომ გაემიჯნა დავით მაღრაძე ქართულ ოცნებას თავად პოეტმა თოქ-შოუ რეაქციაში ისაუბრა და თქვა, რომ მოსამართლეების საკითხი ხელისუფლების საბედისწეროს შეცდომა იყო. მე მახსოვს, რომ მსხვერპლი იყო სანდრო გირგვილიანი და მურუსიძე და მისთანანი იყვნენ აი ამ მსხვერპლის შემოქმედნენ. მსხვერპლი არის გირგვილიანი, მსხვერპლი არის რობაქიძე, მსხვერპლი არის რომელი ერთი ჩამოვთვალო. აი ეს არის მსხვერპლი, ყველაფერს თავის სახელი ჰქვია. რეაქციაში სტუმრობამდე უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა დავით მაღრაძემ პოლიტმეტრში, სადაც პოეტმა პოლიტიკურ ელიტას კარისკენ მოუწოდა. მაგრამ მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამორჩევლის გარეშე ვერ იგებს. და არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოგრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგიცითებთ კარისკენ. სწორედ მოსამართლეების საკითხის გამო ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები იქნებიან იმ ადამიანების რიგებში, ვინც 13 აპრილს ფილარმონიაში მივა. ეკაბესელიაც და გედევან ფოფხაძეც ამბობს, რომ ახალი მოძრაობა ეს მნიშვნელოვანი სტარტია სამართლიანობისთვის. სახელისუფლებო გუნდის ყოფილმა წევრებმა დავით მაღრაძესთან გაერთიანებაც არ გამორიცხეს. რა თქმა უნდა ვიქნები ამ შეკრებაზე, რა თქმა უნდა ამ მოძრაობას როგორც მისი აქტიური, ესე ვთქვათ, მონაწილე დაუჭერ მხარს და ხედავ იმას, რომ ჩვენ ერთიან სივრცეში ვიქნებით ამ სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე. აუცილებლად სამეთში წავა, ყველა სფერო დასაცავი გახდა, ისევ აქტუალურია ეს მოწოდება, ყველა სოციალური სფერო, ტაქსისტი, სოციალური მუშაკი, მასწავლებელი, ექიმი წარსულთან განსხვავებული მეთოდებით ბრძოლა. ასე დაინახა ოცნების მთავრობის მინისტრმა გამიჯნული მხარდამჭერის მომავალი. თია წულკიანი არ ფიქრობს, რომ დავით მაღრაძეს სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგია. მართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ახალ ძალებს მიესალმებიან, თუმცა მათი მომავალი არ აინტერესებთ. არ ვფიქრობ, რომ ბატონი დავით მაღრაძე არის ქართული ოცნების წინააღმდეგი, ის არის ნაციონალური მოძრაობის და იმ უბედურებების წინააღმდეგი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვებრძოდით. თუ კი ცალკე სხვა პლატფორმით, განსხვავებული მიდგომებით შეებრძოლება ამ წარსულს ბატონი დავითი, რა თქმა უნდა, მე მას გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ. ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნას პირადად მე მივესალმები. ზოგადად შემდეგ ვის ანდობს მოსახლეობა ხელისუფლებას
ხელისუფლების სათავეში მოსვლას ეს რა თქმა უნდა არჩევნებზეა დამოკიდებული. მოძრაობა დაიცავის საქართველოს ყრილობა 13 აპრილს ფილარმონიაში 2 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით შეხვედრას ქართული ოცნების ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრებიან. ყველას ვიწოვებთ ძველ გვარდიასაც, დღევანდელ ახალგაზრდობას, ვინც გადაიბარებს ამ დროშას. სურპრიზი იქნება. მოძრაობა დაიცავის საქართველოს ბოლო შეხვედრა კი მეორე ტურის წინ გაიმართა, სადაც მოძრაობის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს. TBC ბანკთან დაკავშირებით ყველა საკითხი ამოწურული ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე და მცირე კომენტარში TBC ბანკის და ეროვნული ბანკის ერთობლივ განცხადებაზე ლაპარაკობს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. რაც შეეხება ბუცხრიკიძის გამოკითხვას პროკურატურაში ამ საკითხზე TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ შეკითხვები იმ ტრანზაქციებს უკავშირდებოდა, რომლებსაც ადგილი 11 წლის წინ ჰქონდა. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ეს უკავშირდებოდა 12 წლის წინანდელ ტრანზაქციას მხოლოდ. დაახლოებით 3 კვირის წინ TBC ბანკმა და ეროვნულ ბანკმა გააკეთა ერთობლივი განცხადება და თუ კარგად გაეცანით ამ ერთობლივ განცხადებას, იქ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ, რომ ეროვნული ბანკის მიერ ყველა საკითხი ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით არის ბოლომდე ამოწურული და მომავალში არაფერი არ იქნება. სისხლიანი გარჩევა დიღომში პეტრიცის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდა ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით კონფლიქტში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს და მუქარა თავისმოკლით ორგანიზაცია ამბრელას დამფუძნებელიავლაბარში ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ავიდა და ამბობდა, რომ თუ პოლიცია მის დევნას არ შეწყვეტდა, თავს მოიკლავდა. ერთსაათიანი მუქარის შემდეგ ლუკა ფეიქრიშვილი სამართალ დამცველებს ჩამოსვლაზე დაათანხმდა. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე დააპირდა, რომ არავინ აღარ შეაწუხებდა. პროფესია და გენდერული ბალანსი საზოგადოებაში დამკვირვებელი სტერეოტიპის გამო ქალები ხშირად პროფესიულ სასწავლებლებს თავს არიდებენ. ამ ტიპის სტერეოტიპები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროებშია. ამ მიმართულებით ამერიკული პრაქტიკის უკეთ გასაგებად საქართველოს პროფესიული სასწავლებლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამერიკას დეკემბრის თვეში სტუმრობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკვირიანი გაცვლითი კურსის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა დაინახეს, რომ სხვადასხვა პროფესიაში ქალების ჩართულობაზე მუშაობა საშუალო სკოლებიდან საჭიროა. პროფესია და გენდერული ბალანსი. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ქალები ხშირად პროფესიულ სასწავლებლებს თავს არიდებენ. გენდერული ბალანსის გამყარება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროებში რჩება. პროფესიულ განათლებაში ქალების აქტიურად ჩასართავად საუკეთესო მეთოდების გაცნობის მიზნით ქართული პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ამერიკას ეწვივნენ. ხდებოდნენ ჩვენ სხვადასხვა სასწავლებლების მენეჯერები, სასწავლო ნაწილები, უხეშად რო თქვა და გვიხსნიდნენ თუ რა როგორ ხდება მათ სასწავლებლებში. იქაც როგორც ჩვენთან ეს არ არის ასე ვთქვათ ვარდის ფერფერებში მოცემული ყველაფერი თავის პრობლემები იქაც გააჩნიათ, იქაც არსებობს სეგმენტი მოსახლეობის, რომლებიც ანალოგიურად ფიქრობს როგორც ჩვენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, შესაბამისად ისინიც ყოველდღიურად უკრავდებიან ანალოგიურ შემთხვევებს. სოციალური მედია კამპანიის დანერგვას პროექტში ჩართული ჯიპას პროფესიული სწავლების დეპარტამენტი უკვე შეეცადა. ნანა ქაშაკაშვილი ამბობს, რომ სასწავლებელმა ქართველი წარმატებული სტუდენტი ქალების მაგალითზე ვიდეო კოლაჟი მოამზადა და სხვა ახალგაზრდა ქალები საკუთარი წარმატების ისტორიის გაზიარებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლებით დააინტერესა. წარმატებული გოგონა სტუდენტები ონლაინ ეთერში მიმართავდნენ თავიანთ ასე ვთქვათ მეგობრებს უზიარებდნენ თავიანთი წარმატების გამოცდილებას და არგუმენტირებული სახით როგორ აცნობდნენ მათ რატომ უნდა ჩააბარონ ამ კოლეჯში, რა სარგებელი ექნებათ მათ თუ ამ კოლეჯში ჩააბარებენ და როგორ დასაქმდნენ, რამდენად წარმატებულები არიან. ანუ წარმატებული ისტორიებზე აგებული პირად ისტორიებზე აგებული სოციალური მედია კამპანიები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პროფესიული სასწავლებლები უმაღლეს სასწავლებელთან შედარებით სტუდენტთა დასაქმების უფრო მეტ შანსს იძლევა. ამ მიზნის განსახორციელებლად შესაძლებლობების ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის ბიზნესთან ურთიერთობა ქართულ სასწავლებლებსაც ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა სწრაფ დასაქმებაში დაეხმარება.
პროფესიული სასწავლო პროგრამა აბსოლუტურად უნდა პასუხობდეს ბიზნესის და კერძო სექტორის მოთხოვნას. ჩვენ თუ საუბრობთ პროფესიული სწავლება როგორც სწრაფი, ასე ვთქვათ, საშუალება დასაქმებისკენ. შესაბამისად, როდესაც პროფესიული პროგრამები დგება, ეს არ არის მხოლოდ კოლეჯის ან უნივერსიტეტის მასწავლებლების და ასე ვთქვათ, განათლების სპეციალისტების საქმე. აუცილებლად დარგის სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული. აუცილებლად უნდა იყოს ბიზნესის წარმომადგენელი ჩართული, იმიტომ რომ დაკვეთას საგანმანათლებლო ინსტიტუცია თუ რომელ პროფესიაზეა მოთხოვნა და როგორი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჭირდება სწორედ ბიზნესი და კერძო სექტორი აკეთებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკვირიანი გაცვლითი კურსის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა დაინახეს, რომ სხვადასხვა პროფესიაში ქალების ჩართულობაზე მუშაობა საშუალო სკოლებიდანვე საჭიროა. მათი თქმით, მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანიითა თუ არაფორმალური განათლებით უნდა იცოდნენ, რომ გენდერული პროფესია არ არსებობს. ჩვენ უფრო კონკრეტულ მაგალითებს მიმოვიხილავდით იქ, მაგალითად, როგორ შეიძლება მისაბაძი მაგალითების როლური მოდელების ჩვენება სკოლის ასაკიდანვე, რომ ბავშვებს წარმოიდგინონ შეექმნათ თუ რა სახის პროფესიები შეიძლება ქონდეთ და ის რომ თქვა გოგოებისთვისაც ისეთივე მისასალმებელი არის ყველაფერი როგორც ბიჭებისთვის, ასევე ჩართულობა კიდევ ერთხელ კერძო სექტორთან, მშობლებთან, სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა წევრთან, რომ თავიდანვე ბავშვობიდანვე მოხდეს იმის ჩვენება, რომ სტერეოტიპული გენდერული თქვათ სამსახურები არ არსებობს. საქართველოს პროფესიული სასწავლებლებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამერიკას დეკემბრის თვეში სტუმრობდნენ. პროექტის საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკუთარ სასწავლებლებში სიახლეების დანერგვას და სხვა კოლეჯებისთვის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ამერიკაში ვიზიტის შედეგებს პროექტის 14-ვე მონაწილე ივნისის თვეში შეაჯამებს. მე ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.